სამეგრელოს ხმის ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ მხარდამჭერებთან ერთად დღეს სკოლის დირექტორებს პოლიტიკის ჩამოშორებისკენ მოუწოდა. ამ მიზნით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რამდენიმე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. პირველ სკოლასთან ტრანსპარანტებით მისულ აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები აკვირდებოდნენ. პირველ სკოლაში სამეგრელოს ხმის წარმომადგენლებს არავინ გამოხმაურებია. აქციის მონაწილეებმა ამის შემდეგ მეორე სკოლისკენ გადაინაცვლეს და აქაც იგივე მოთხოვნები გააჟღერეს. აქცია მეოთხე სკოლასთან გაგრძელდა. აქციის მსვლელობისას ქართული ოცნების ახალგაზრდა აქტივისტები გამოჩნდნენ. თენგიზ ჯგუშიასა და ოცნების მხარდამჭერებს შორის მცირედი ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ჯგუშიასგან რამდენიმე კითხვაზე პასუხს ითხოვდა. შენს კითხვა, სად იყავით ხაწეი? აი ეგ მაინტერესებს. ახლა ნახე. კითხვა ჩამოყალიბეთ. მაშინ როდესაც მთელი ჩვენ პატიმრ ზუგდიდში ცოცხები გაწამებდნენ, მაშინ მე თქვენი არანაირი არ მაქვს. 2008 წელს აი ესე დაუყენე საკითხი. ციხეში მივდივარ მეთქი, სად ვარ თავი გავწირდა და ზუგდიდში უხელმძღვანელი ოპოზიციურ ფრონტს მეთქი. ახლა ეს წინააღმდეგ. პასუხი. იმათგან ვინცაც დღეს შენ ხარს უჭერ. ჯგუშია მაღლა აწევს ტემპერატურას. ზუგდიდში ატყდება ძალიან სერიოზული ამბები თავი შეიკავეს და არა ჩვენ თვითონ მოვიდეთ. ცოცხების ამბავი რომ მოხდა. ბათუმში იყო ოჯახი წასული, დავტოვე ბათუმი, ჩამოვედი და შევხვდი მერაბ ქვარაიას. არ ვიცნობდი ძალიან კარგად, სამჯერ ვიყავი შენახვედრი, მაგრამ გავიგე ვინ არის ზუგდიდში ოცნების შტაბის ხელმძღვანელი მეთქი. დაურეკე მერაბ ქვარაიას და უთხარი, მერაბ ქვარაია, მე არ მაინტერესებს წარსულში მე და შენ როგორი ურთიერთობა გქონდა. ეხლა მერაბ ქვარაია ჩემი დონის პოლიტიკოსი არასდროს არ ყოფილა, არ ეწყინოს რა. მე ორი ესე არის ხო? რაიონი ზუგდიდის პროვინციული მასშტაბით. მოდის ვიხდი ბიოგრაფიით შეხედულებით არა? ბიოგრაფიით შეხედულებით არა, ბიოგრაფიით. სიმართლეს უნდა გაუსწოროთ თვალი და არა ტენდენციებს. შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. სამეგრელოს ხმის ლიდერი ოდიშან საუბარში აქციის მნიშვნელობასა და მისი გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სკოლის დირექტორები პოლიტიზირებული არ უნდა იყვნენ. მისი განმარტებით აქცია არა სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების, არამედ ქართული ოცნების წინააღმდეგაა მიმართული. ორი წამყვანი სკოლის დირექტორი, ერთი ფრანგული სკოლის დირექტორი ბატონი ფარცვანია და ამ მეოთხე ცნობილი სკოლის დირექტორი ნათია ხუფაცარია ძალით შეიყვანეს ოცნების რიგებში. მათ ამ ორმა ადამიანმა უღალატა პროფესიულ სინდის ღირსებას, უღალატეს მოსწავლეებს და მუშაობენ ოცნების პროპაგანდაზე. ოცნება კრიბავს ცალკე დარბაზებში ჰერბარიუმივით პედაგოგებს და მასწავლებლებს და უტარებს შეხვედრებს და ფაქტიურად თავს ახევს ოცნებისთვის პროპაგანდის განხორციელებას. მე მინდა არც ერთი დირექტორი ზუგდიდში არ იყოს დამოკიდებული ოცნების თუ ნაციონალების სრულებებზე. მე მინდა ყველა დირექტორი იყოს თავისუფალი და დირექტორს არ ეშინოდეს არავის. დირექტორი თვალს უნდა უსწორებდეს მხოლოდ ერთ რამეს, თავის ღირსებას მოსწავლეების წინაშე, მასწავლებლების წინაშე, მშობლების წინაშე, ანუ სასწავლო პროცესის მთავარი მოთამაშეების წინაშე და არანაირ პარტიულ და პოლიტიკურ დიზაინზე, არანაირ პარტიულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არასდროს არ იყოს დამოკიდებული. მე დირექტორების წინააღმდეგ კი არ მართავ დღეს აქციას. მართავ დირექტორების და სკოლის მასწავლებლების ხარდასაჭერად. აქცია ფრანგულ სკოლასთან გაგრძელდა. სკოლის დირექტორი აქციის მსვლელობისას ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადა.